გახლავთ გაგრია მას აქვს ძალიან საინტერესო შესაძლებლობები უშუალოდ მედიასთან დაკავშირებით და მოსშეხოთ ძვირფასო საზოგადოება ჩემი ხმა თუ გესმით უკან მე ვარ პროფესიით მათემატიკოსი ამიტომ მოითხოვს ყველა საკითხი ზუსტად უნდა გაშუქდეს მეცნიერებაში პირველ რიგში მათემატიკას უნდა ვახსენებ რომ სიზუსტეზე მაქვს ორიენტირება პირველ რიგში მინდა დავასახელო დიდი ქართველი მეცნიერები სიმონ ყავუჩიშვილი და აკაკი ურუშაძე აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთის არგონავტების თქმულებაში ეს არის შესანიშნავი წიგნი რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზოგადად ქართველებმა პოლიტიკასთან დაკავშირებით თუ არის თუ ლიტერატურასთან და ასე შემდეგ კიდევ მინდა დავასახელო ხო აკაკი ურუშაძე არის ერთადერთი პიროვნება რომელმაც არგონავტიკა აპოლონიუს როდოსელისა თარგმნა ორ სახად ერთი როგორც პროზაული მეორე როგორც პირდაპირ სიტყვასიტყვით თარგმანია მეორე ქართველი კაცი რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით პირველად თარგმნა რუსულად არგონავტიკა გრიგორ წერეთელი სამწუხაროდ ამის ხასით ჩვენთან დაიკარგა მაგრამ ბატონო ბავერის ასათიანს რომ ეს პიროვნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართულ საზოგადოებაში ეხლა მინდა გადავიდეთ თემასთან დაკავშირებით მედიას როლი მითების მიხედვით ჩვენ ვერ შევცვლით ვერანაირად მაგრამ თავად მითებში ბერძნულ ლათინურ მითებში მოცემულია ის მასალა რაც ჩვენ შეგვიძლია იმ აზრს დავუპირისპიროთ რასაც ქვია მედია როგორც შვილების კვლელი ხო ჩვენ ვიცით ჰესიოდე მერვე საუკუნე ქრისტესშობამდე ის ახსენებს მედიას ორ ვაჟიშვილს და მესამესაც ახსენებს სადაც არ არის საერთოდ ხსენება მედიას როგორც კვლელი დედისა ეს შემოაქვს ევრიპიდე დაიბადა წელწითაღრიცხვით 480 წელს და ამის შემდეგ შემოდის როგორც ლიტერატურაში მედიას როლი თუმცა ჩვენ ვიცით სხვა ავტორების მიხედვით რომ მედიას შვილები მოკლეს კორინთოელებმა ეს წერია ცალსახად ბერძნულ მითში და ახლა ამ ციტატას მე ახლა ამ საზოგადოებაში არ წავიკითხავ კიდევ ჩვენ გამოვრჩა მნიშვნელოვანი რამ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებამ კარგად იცის მაგრამ ჩვეულებრივმა საზოგადოებამ არ იცის ქართული სახელმწიფო რატომ არის 3000 წლის ანუ რატომ მივიღეთ ჩვენ ეს თარიღი სამწუხაროდ შეიძლება პოლიტიკოსებმაც არ იციან ეს არის ედუარდ შევარდნაძის დროს 1999 წელს სპეციალური ბრძანება არის ნომერი 29 ეს ინიციატივა ეკუთვნის აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ინიციატივაში იყო ეს დადასტურებული თავისი მოსაზრება რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ათმა ქართველი სახელმწიფოებრიობის ათმა უნდა მოხდეს კოლხეთიდან და რა საფუძველზე ხდება რა თქმა უნდა ბერძნული მითებისა და რომაული მითების მიხედვით არ არის ეს არის მეხაზოვანი ბერძნული მიკენური ხანის მეხაზოვანი ტექსტებში ნახსენები ის პიროვნებები ჩვენ არ ვიცით ახლა ნამდვილად ის აიედია და კოლხეთია ნახსენები აია მედეოსი მედიას ვაჟიშვილის სახელია და ასე შემდეგ ნახსენებია აი ამ თიხის ფირფიტები რომელიც აღმოაჩინა სერაპონებასმა 1900 წელს ეს ინახება ძირითადად ათენის ეროვნულ მუზეუმში და ასევე ჰერაკლიანის არქეოლოგიის მუზეუმში სადაც ჩვენი ისტორიის ნაწილობრივი ასახვა არის თიხის ფირფიტები ეს არის ქრისტესშობამდე 1450-1100 წელი აი ეს პერიოდი რომელიც არის ბერძნულ მითებთან დაკავშირებული არგონავტების მითი არგონავტების მითში ნახსენების სახელები მეხაზოვან ტექსტში მოცემულია ახლა ამ სახელებს არ წავიკითხავ იასონის სახელის გარდა კიდევ სხვა პიროვნებებია დასახელებული ამის გარდა აქ მინდა ვთქვა რომ მედიას როგორც ქალს შვილი ბერძნული ტექსტების მიხედვით 2 ან 3 არა 14 ბერძნული ტექსტები ამას წერს 7 ვაჟიშვილი 7 ქალიშვილი საკმაოდ დიდ ხანს ვიმუშავე მე
ვატიკანის დახურულ ფონდში და ის მასალა მინდოდა მაინტერესებდა მედიას შვილების სახელები დამედგინა ზუსტად რომელ კითხში წერია. ჯერჯერობით მოახერხე 7 სახელი, აქედან ერთი ქალის შვილის სახელია, ეს ყველა მას შვილი ყავს იასონიდან. ერთ წყაროში მხოლოდ პასიანოსი წერს, რომ ეგეოსიდან ყავს გაჩენილი მედეოსი. ერთ წყაროში კიდევ სხვა წყაროც იმეორებს, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში ბერძნულ მითებში მედიას როგორც მკვლელობასთან დაკავშირებით შიგნით შეგვიძლია ეს ნეიტრალიზაცია გავაკეთოთ, იმიტომ უფრო მეტი ბერძნული წყარო ძველი ევრიპიდემდე სხვას წერს. ევრიპიდე როგორც ასეთი ფიქრობს ალბათ თავისი ნაწარმოები ბევრმა რომ წაიკითხოს და ამიტომ მედია როგორც ცნობილი ქალბატონი შეიძლება ამ კუთხით მას წარმოეჩინა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შევწყვით, მაგრამ გვაქვს რა თქმა უნდა სხვა მასალები. მე ხლა მინდოდა მეთქვა კიდევ არა მარტო მედია არის ცნობილი ჩვენი ქალბატონებიდან, კირკე და მასივა. კირკე გახლავთ ოდისევსის მეუღლე და მისი შვილები საოცარი არ არის, რატო არ გვახსოვს სპეციალისტების გარდა ლატინუსისა და რომუსის დედა არის კირკე. საერთოდ საბერძნეთის გარდა იტალიაში მე ბევრი გამოკითხვაც ვაწარმოე და დღემდე არსებობს ჩირჩეს როგორც ასეთი სასიმღერო ხალხური ლექსები. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ყველაფერი. კიდევ მინდოდა მეთქვა თქვენთვის მაიკლ ვენტრისმა 1952 წელს ამოიკითხა მეხაზოვანი და ამის საფუძველზე ჩვენ ვეცადეთ აკლასის ხაზოვანი უფრო ძველი ტექსტები, რომელიც ევანსმა აღმოაჩინა კნოსოსის სასახლეში წაგვეკითხა. სწორედ ამ ტექსტებშიც ამოკითხულია კოლხეთი, აიეტი, არ ვიცი ახლა ნამდვილად ის აიეტია, მაგრამ სახელი ნამდვილად არის მაკარიკე, ეს როგორც ჩანს ბერძნული წყაროების მიხედვით მაკროთა დასახლება მაკრისელების, ანუ მაკრიელების და ასე შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ჩვენ ომობრივ სახელებთან, მაგალითად აპოლონის როდოსების არგონავტიკაში ასეთი ციტატაა: მაკრისელთა ელასური ლაშქარი მოგვადგავო. ანუ მაკრისელი ეს არის ელასი, ანუ იგივე ქართველური წარმოშობის ყოველ შემთხვევაში ტომი. რიგი საკითხების გარდა კიდევ მინდა დავასახელო, რომ აიეტის სახელი იმდენად ცნობილია ხმელთაშუაზღვისპირეთში, არა მარტო ბერძნულ და რომაულ წყაროებშია ცნობილი, არამედ ეგვიპტურ წერილობით ძეგლებში. პირველად ეს ამოდიქა ბერძნული ენის ტექსტის კვლევის დროს, მოგესწრებათ როზეტის ხის საკითხის პრობლემა რამდენად იდგა შამპოლიონის დროს, მაგრამ პირველი ცდელობა საკითხისა ორ მეცნიერს ჰქონდა. ერთი ფიზიკოსი იყო იუნგის თანხლები გახსოვთ ფიზიკიდან და მეორე იყო ოკერბაუმი. ოკერბაუმმა და იუნგმა ამოიკითხეს აიეტის სახელი ეგვიპტურ დემოდიურ ტექსტებში. თუმცა ეს დემოდიური ტექსტები ჩვენცეთ აღწერს მესამე საუკუნეა. მე კიდევ მინდა თქვა იმაზე, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ამ მასალებზე თუ ჩვენ ავაწყობთ და თუ ჩვენ გვექნება იდეა თამას გამყრეძის ამ სულნად მეცნიერის აზრის მიყვებით, ამ მეთოდით ჩვენ კიდევ ქართული სახელმწიფოებრიობა ძველი გაგებით 1000 წლით უნდა დავაწყებოთ. ამაზე საუბარი კი არ უნდა გვეხმარებოდეს, არამედ სათანადოდ მეცნიერულად მსოფლიო მასშტაბში ეს უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ეკადრება ქართველს, უდიდეს ქართველს, რომელმაც დიდი ისტორია შექმნა არა მარტო თავისი ქვეყნისა, არამედ ევროპის ისტორიისა. დიდი მადლობა. მაგრამ ახლა წავიდით, ხო? ხო, წავიდით. მე არ მინდოდა დიდი ხნის საუბარი, მე დოკუმენტები მომქონდა ეკრანზე საშუალებლად, მაგრამ ეს დარბაზი ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ რადგანაც თქვენ გთხოვთ სახელი წავიკითხოთ, ეხლა წავიკითხავ სახელს მედიას შვიდი არის, რომელიც ბერძნულ
ტექსტებში ჩვენ მოვძებნეთ საერთოდ კიდევ ვითხოვდი რამდენიმე სიტყვას რომ მაგალითად ცოტას გადავყვეთ დავასახელებ სპეციალურად ვითხოვე ლუვრის მუზეუმში ფასადებზე მოცემული ქანდაკებების აღწერა და საოცარი იყო რომ სამ ფასადზე არის გამოქანდაკებული პასიფაი და კირკე ეს გადაღებული ფოტოები გვაქვს და ერთი ასლი ინახება ვერსალში ეს დავადგინეთ რა თქმა უნდა ეს გვაქვს ეხლა გვინდა მედიას შვილების სახელები წავიკითხოთ ესე იგი მერმერუსი ან მას მეორენაირად ქვია მაკარევუსი მეორე შვილი ფერესი ან მას ქვია თესალოსი თესალოსი ბერძნულ წერს რომ ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი ადგილი თესალია მისგან წარმოდგა მედეოსი მას ქვია მეორენაირად პოლიქსენოსი აი მედეოსის სახელიდან წარმოდგენილია ჩრდილოეთ სპარსეთის მიდია ამას ეროდოტე წერს ერიოპისი არგოსი აქიმენესი ან აქიმედესი ისანდროსი აქედან არის ერიოპისი ქალიშვილი მადლობა ბატონობა ქალბატონობა თბილისის ჯავახიშვილის